კინოწარმოება დღეს თანამედროვე ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ რისკიანი სექტორია. აქ ყოველი კადრი გათვლილი პროდუქტია, რომელიც მიზნად მილიარდობით დოლარის მოგებასა და ბაზრის ათვისებას ისახავს. Gower Street Analytics-ის მარტის ანგარიშით გლობალური საკასო შემოსავლები წელს 35 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ეს 5%-ით მეტია გასული წლის მონაცემებზე და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2019 წლის შემდეგ. თუმცა სრული აღდგენა ჯერ კიდევ შორს არის. 2019 წელს მსოფლიო კინოეკრანებმა 42.3 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდუსტრია პიკურ მაჩვენებელს კვლავ 12-14%-ით ჩამორჩება. წლის მთავარ ეკონომიკურ დრაივერად მარიოს ფენომენი იქცა. აპრილში დაგეგმილი The Super Mario Galaxy Movie-თვის ბიზნეს ანალიტიკოსები რეკორდულ 1.5 მილიარდ დოლარიან შემოსავალს პროგნოზირებენ. ეს არა მხოლოდ ერთი ფილმის წარმატებად, არამედ სტრატეგიულ ცვლილებად აღიქმება, სადაც ვიდეო თამაშების ეკრანიზაციები ბაზრის სტილს ტრადიციულ კომიქსებს ართმევენ. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ფილმი მხოლოდ გახსნის უქმეებზე $160 მილიონ დააგენერირებს. Toad, Let's go! 2026 წელი მხოლოდ ანიმაციების წელი არ არის. კინობაზრის მეორე მნიშვნელოვანი აქცენტი ავთენტურობაა. კრისტოფერ ნოლანის ახალი ეპოსი New Odyssey, რომელიც ივნისში გამოდის, პირველი ფილმია კინოისტორიაში, რომელიც მთლიანად IMAX-ის ფორმატშია გადაღებული. ბიზნესის კუთხით ეს ნიშნავს პრემიუმ ბილეთებზე ფასების ზრდას და IMAX-ის აქციების მორიგ ნახტომს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ბილეთების გაძვირებაა. PwC-ის ბოლო კვლევით, მიუხედავად იმისა, რომ გაყიდული ბილეთების რაოდენობა ჯერ კიდევ 30%-ით ნაკლებია COVID-ამდელ პერიოდთან შედარებით, პრემიუმ ფორმატები, როგორიცაა IMAX-ი, შემოსავლებს ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ მოლოდინია, რომ The Odyssey წელს 1.1 მილიარდ დოლარს დააგენერირებს, რადგან მაყურებელი მზად არის დიდ სანახაობაში 20%-ით მეტი გადაიხადოს. საერთო ჯამში 2026 წელს მილიარდიანი ბარიერის გადალახვის ყველაზე რეალური შანსი 5 პროექტს აქვს. საპროგნოზო რეიტინგის სათავეშია Avengers Doomsday, რომლისგანაც სტუდიები თითქმის $2 მილიარდ ელიან. მას მოყვება Spider-Man Brand New Day და ანიმაციური ბლოკბასტერი The Super Mario Galaxy Movie. თითოეული მათგანის პოტენციალი $1.5 მილიარდია. ფინანსურად ყველაზე იმედისმომცემ ფილმებს შორის ასევე სახელდება Toy Story 5 $1.3 მილიარდით, ხოლო ხუთეულს კრისტოფერ ნოლანის ოდისეა და დიუნის მესამე ნაწილი ასრულებენ, რომელთაგანაც ანალიტიკოსები მინიმუმ $1 მილიარდიან მოგებას პროგნოზირებენ. შეიძლება ითქვას, რომ ინდუსტრიის მთავარი სტრატეგია წელს რისკების მინიმიზაციაა. ექსპერტების შეფასებით, სტუდიები მაქსიმალურად არიდებენ თავს ექსპერიმენტებს და ფსონს მხოლოდ გარანტირებულ შემოსავალზე ჩამოდიან. კინოთეატრებისთვის კი ეს 35 მილიარდი დოლარი გადარჩენის გარანტიაა. თუმცა COVID-ამდელ ოქროს სტანდარტამდე მისასვლელად ინდუსტრიას კიდევ მინიმუმ 2 წელი დასჭირდება.